დაუბრუნდით და საუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე. განსაკუთრებით სიცივეში დღეს. კანის დაავადებები, რომლებიც მწვავდება სიცივის დროს. როგორც არის psoriazi, აკნე, სებორია, დერმატიტი, ხო? უამრავი კანის დაავადებები. ერთი მე ამასთანავე კიდე ვახსენე კიდეც რომ ერთი განსაკუთრებულად მათ უხებს კი ვუვლი და ასე შემდეგ, მაგრამ გარდა სიცივისა, როგორც ვიცი, ეს არის სტრესული დაავადება. ძალიან ბევრი ამბობს, სტრესულია, psoriazi, იგივე სებორია, იგივე. გარდა ამისა დისკომფორტს უქმნის ადამიანს ძალიან დიდ მსგავს დაავადება. და შეიძლება ცოტა ნერვიულ სისტემასაც შეეხოს და მეთანხმები. ამაზე სასაუბროთ პროფესიონალი გვყავს მოწვეული, არაჩვეულებრივი დერმატოვენეროლოგი ბატონი ჯანსუღ ვერულაშვილი. მოგზაურობთ ჯანსუღ. მოგესალმებით. გამარჯობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. განსაკუთრებულ უკაცრავად. ძალიან ესე იგი ბევრი კითხვა გვაქვს და ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ამიტომ მოკლედ მოდით ჩამოვთვალოთ დაავადებები, რომლებიც სიცივეზე, ასე ვთქვათ, რეაგირებს და მწვავდება. გამარჯობა, უპირველეს ყოვლისა მივეცალმები მაყურებელს. ნამდვილად ქრონიკული დაავადებები, კანის სიმშრალით მიმდინარე დაავადებების გამწვავების ესეთი საყვარელი სეზონი არის ზამთარი, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება სიცივე. კლიმატური პირობები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს აღნიშნულ დაავადებებზე. აი მათ დაავადებებს, აი ნოზოლოგიაში შეგვიძლია ჩვენ ყველასთვის ცნობილი, თქვენც უკვე ახსენეთ, ეს არის psoriazi, სებორეული დერმატიტი, ძალიან მწვავდება და აქტიური მომართვიანობის მიზეზი ხდება. ასევე არის, რა ვიცი, კანის სიმშრალით მიმდინარე ძალიან ბევრი დაავადება, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი. მწვავდება როგორი ფორმა არის? ეს არის ქავილი, იმიტომ ბევრი ამბობს, რომ გაზაფხულის შემოდგომა არის მათთვის ყველაზე მწვავე პერიოდი, გარდატეხვის, ასე ვთქვათ, პერიოდი და აი ამ შემთხვევაში გამწვავება როგორი ფორმით არის? იმატებს გამონაყარი, თუ ქავილი, სიმშრალე, აი როგორი ფორმით ხდება? ზოგადად ქრონიკული დაავადებების დეფინიცია ხდება ესე, რომ ყოველთვის მიმდინარეობს რემისიებით და რეციდივით. შესაბამისად, ანუ გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, უნდა იყოს გამწვავების ფაზებით და მიძინების ფაზებით. შესაბამისად, ზამთარი ის პერიოდია, როდესაც თან კლიმატი ამასთან ერთვის, როდესაც ძალიან მწვავდება ნებისმიერი ქრონიკული დაავადება. ბატონო ჯანსუღ, საინტერესოა, რატომ მწვავდება სიცივეში იგივე ეგზემა, იგივე psoriazi? ამას აქვს კანის სიმშრალე საფუძვლად უდევს ამ ყველაფერს. გარდა იმისა, რომ თუ ჩავშლით ახლა ჩვენ ამ დაავადებებს და მაგალითად psoriazi მსოფლიო მოსახლეობის 2-4%-ში არის აღნიშნული, მისი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა საუბრობენ და ცნობილია, რომ აქ არის მრავალი მულტიფაქტორულია მისი გამომწვევი მიზეზი, ეს გენეტიკური ფაქტორი და გარემო ფაქტორები. გენეტიკურ ფაქტორზე მეტყველებს ის, რომ ოჯახური ისტორია psoriazi-ისა ძალიან ხშირად ხვდებით და გარემო ფაქტორებში აღინიშნება და უნდა აღვნიშნოთ ტრიგერები. მათ შორის კლიმატი, სტრესი ახსენეთ თქვენ, ეს არის რა ვიცი, ფსიქოლოგიური, ემოციური გადაღლილობა, უმნიშვნელოვანესი, რომელიც ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. ინფექციები უნდა ვახსენოთ აუცილებლად, მაგალითად სტრეპტოკოკული ინფექცია, ტონზილიტის დროს. მედიკამენტები, ანტიდეპრესანტები, მაგალითად არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა ეს უნდა კონდეს ამას ხანგრძლივი და სისტემატიური ხასიათი, დამოკიდებულება, კი ბატონო. და ნუ ზოგადად ალკოჰოლი, ეს მავნეჩვევები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ისევე როგორც ყველა დაავადების მამპროვოცირებელ ფაქტორად. ამბობენ, რომ psoriazi არასდროს არ ინკურნება, შეიძლება მოხდეს მისი ასე ვთქვათ რემისიული რაღაცნაირად შეიძლება ისევე როგორც სებორია, აბსოლუტურად გეთანხმებით. და ძალიან ხშირად არის, რომ ასეა, ხო, გვეთანხმებით. და ძალიან ხშირად არის, რომ ამბობენ, ვაიმე, გადამდებია, რაღაც კანზე რაღაც აქვს. მოდი აი ეს თემაც ვთქვათ, მე რამდენადაც ეს მითია და დავშალოთ ეს მითია საზოგადოებაში. დავამსხვრევთ ეს მითი, რომ გადამდები არც ერთი ზემოთ ხსენებული დაავადება არ არის. ეს არ არის პირდაპირ კონტაქტით არ გადადის ეს დაავადება. კიდევ განმეორებ, რომ გენეტიკური წინასწარ-განწყობა ნუ არ განიხილება ამ შემთხვევაში. ხო, მაგრამ ის რომ დავუშვათ შენი პიჯაკი შემოიწყო მე და პირობითად. ეს პირდაპირ გადადების ნიშნავს ამას აბსოლუტურად არ განიხილება. ამ შემთხვევაში გენეტიკა ახსენეთ თქვენ, არის პრევენცია რომ გენეტიკურად მაგალითად ავირიდოთ სამომავლოდ იგივე შვილში მოხდეს სამწუხაროდ ჯერჯერობით ესეთი პრაქტიკა არ არსებობს. გენეტიკური ინფორმაციის პრევენცია, ესეთი ფაქტორი ნამდვილად არ არსებობს. იცით
იცით რა არის ძალიან ხშირად მე ყავს ძალიან ბევრი ნაცნობი რომელსაც მაგალითად ფსორიაზზე ვისაუბროთ უხდება მზე, ბევრს და წყალი, ზღვა და ზოგს აქ პირიქით, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი ძალიან 33 სახეობის არსებობს ეს ფსორიაზი, რაღაც ძალიან ბევრი სახეობის და ზოგს უხდება მზე, ზოგს არ უხდება. ანუ ყველას ერთნაირი მკურნალობა და ერთნაირი მოვლა სოლარიუმსაც კი მიმართავენ, მაგრამ სპეციალური ნათურებიც არის რამდენადაც მე. კი ბატონო, მოგახსენებთ ამის შესახებ, ზოგადად მოდი ფსორიაზის ფორმებზე ვისაუბროთ. ყველაზე გავრცელებული ფორმა ეს არის ვულგარული ფსორიაზი. დარწმუნებული ვარ, თქვენც ძალიან ბევრჯერ გინახავთ აღნიშნული ფორმა. აი მაგალითად, იდაყვებზე, მუხლებზე, ანუ სახსრების, მსხვილი სახსრების გამშლელ ზედაპირებზე არსებული ინტენსიური ქერცლებით დაფარული უბნები, რომელიც დაახლოებით 80-90%-ში აღინიშნება. არსებობს ასევე წვეთისებური ფორმა ფსორიაზის. ზემოთ ვახსენე, რომ აი ინფექციები მნიშვნელოვანია, ამ დროს აი სტრეპტოკოკული ინფექციის გადატანის შემდგომ პროვოცირება ახდენს ეს ინფექცია წვეთისებური ფსორიაზისა. არსებობს შედარებით უფრო ძიმე ფორმები, მაგალითად ფსორიაზული ერითროდერმია, როდესაც თითქმის კანის მთლიანი საფარველი არის სიწითლე, ანუ ერითროდერმიული და აქერცვლადი. სხვათა შორის ამ დროს აღინიშნება ზოგადი სისუსტე, ცხელებად შესაძლოა თანახმდეს. როგორც ვთქვი, სახსრებზედაც მომავალში ამბობენ. დიახ, ახლა ვახსენებ აღნიშნულსაც, ეს არის ფსორიაზული ართრიტი, რომელიც დაახლოებით ფსორიაზით დაავადებულთა 30%-ს აღინიშნება სახსრების ტკივილი, შეშუპება. რასაც მივყავართ მოძრაობის შეზღუდვამდეც კი. ამბობენ, რომ პროვოცირებას უწევს ჰორმონალური მკურნალობაო, რომ საბოლოო შედეგი არის ართრიტიო და მართალია თუ არა, ჰორმონებით მკურნალობა ფსორიაზის? არა, ეს არის ზოგადი ნათქვამი, უპირიქით, ჰორმონები, იმუნოსუპრესანტებს, მოკლედ, მკურნალობა იყოფა შემდეგნაირად. არის ადგილობრივი, მოკლედ, საშუალებებით მკურნალობა და არის სისტემური, ანუ შინაგანად მისაღები მედიკამენტები, მათ შორის ჰორმონები, მათ შორის იმუნოსუპრესანტები, რომლებიც იმუნური სისტემის აქტივაციის დათრგუნვას იწვევენ, რაც ასწორებს იმუნოპასუხებს და რაც ანთებით პროცესების განეიტრალებაში დიახ გვეხმარება. და თქვენ ახსენეთ ესეთი მზის თერაპია, რომელსაც ჩვენ ფოტოთერაპიის სახელწოდებით არის ცნობილი, რომელსაც ულტრაისფერი ბესხივისგან შედგება, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა 311 ნანომეტრის მოქმედების და აბსოლუტურად უსაფრთხო და ყველაზე ეფექტურია და არის მეორე პუა თერაპია, ესეც ულტრაისფერი ასხივი და ფოტოსენსიბილიზატორთან ერთად კომბინაციაში. ზოგადად მზის სხივების გავლენა ოღონდ ზომიერი ეს აბსოლუტურად დადებითად მოქმედებს, ისევე როგორც ალბათ მოგისმენიათ ზღვის წყალი. მოკლედ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს ამათ. კიდე რა მოქმედებს დადებითად? ცხოვრების ჩანსხვისა და მზის სხივისა? იგივე აბსოლუტურად. არის რაღაცები, რაც უნდა ამოიღოს ადამიანმა. კატეგორიულად არ არის ესეთი აქტიურად თუ პაციენტს არ აქვს კონკრეტული საკვების მირთმევის შემდგომ არ აქვს თვითონ გამოცდილება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვათ უმწვავდება კონკრეტული საკვების მირთმევის შემდგომ. ინდივიდუალურია ძალიან. რაც შეეხება მთელი პრინციპები არსებობს ფსორიაზის მართვისა. პირველ რიგში რას მოიცავს ეს პრინციპები? ეს არის პაციენტის განათლება და ინფორმირებულობა. უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ არასოდეს არ არის ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ფსორიაზის, ეგზემის, სებორეული დერმატიტის წარმატებული მკურნალობა ცალმხრივი. ანუ გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ მხოლოდ ექიმის დანიშნულება აქ ვერაფერს გავა. ამიტომ პაციენტთა განათლება ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ კონდეს მას დეტალური ინფორმაცია თითოეული დაავადების შესახებ, მაგალითად რომ ქრონიკულია ფსორიაზი, რომ დღესდღეობით სამწუხაროდ შეუძლებელია სრული განკურნება, რომელზედაც თქვენ ისაუბრეთ უკვე და შესაძლებელია სწორი მართვით რემისიის ფაზის მიღწევა, გახანგრძლივება და შემდგომ ამის შენარჩუნება. ნახეთ ბატონო ჯანსუხ, როცა არ არის რაღაც ნაწილობრივი ინფორმაცია მაქვს, თუნდაც სებორიაზე მინდა გადავიდე და მართავ კიდეც, მაგრამ მე სერიოზული მაგალითად ფსიქოლოგიური პრობლემები მეწყება, რომ ვიზუალურად ეს არ შემეტყოს და მით უმეტეს ტელევიზიაში მუშაობ, მაგრამ არიან ადამიანები ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემაში გადადის ეს ყველაფერი. იკეთებიან სახლში, არ გადიან სახლიდან, როგორ მართოთ? რომ აი ეს პრობლემა, ამ პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარულად სწორად შერჩეული დასაბანის საშუალებები. კონკრეტულად სებორეის მხრივ და თვალსაზრისით. ეს მიღმამას კითხავთ. კი ბატონო, მოკლედ კეტოკონაზოლის ჯგუფის შემცველი კონკრეტული, მოდი არ ჩამოთვლი შამპუნები, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური საშუალებები, რადგან სებორეის დროს არარეგულარული ცხიმის გამოყოფაზე ვსაუბრობთ, რაც დაკავშირებულია კონკრეტულად სოკოვანი ფლორის მალასეზიას, კომფორტულად რომ იგრძნოს თავი და გააქტიურდეს, რაც წარმოშობს ქერქებსა და ქერცლებს, ანუ სისტემატიურად სებომარეგულირებელი გამწმენდი საშუალებები აუცილებლად და ადგილობრივი თუ სისტემური გამოყენების ანტიმიკოზური საშუალებები. ეხლა რაც შეეხება სტრესს, ისევე როგორც სებორიამ, ასევე ფსორიაზმა პაციენტის ცხოვრების ხარისხზე აბსოლუტურად კეთახმები ძალიან მოქმედებს. მაგრამ დამეთანხმებით, რომ გარშემომყოფებიც მოქმედებენ, იმიტომ რომ ხანდახან უხერხული დაჟინებული მზერა, ხანდახან უხერხული კითხვები, ესეც არის დამეთანხმებით. ამ დროს რა ხდება? პაციენტთა მართვაში, რასაც ზემოთ შევეხეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეპუნქტია, რომ თუ მოითხოვს საჭიროება, აუცილებლად პაციენტს გაეწევს ფსიქოთერაპევტისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რომ აი ეს დისკომფორტი და უხერხულობა თავიდან იქნას აცილება. ამდენად მძიმე კრიტიკულ ზღვარამდე მიდის ხოლმე პაციენტის ხდება ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, როგორც თქვენ გიქმნით დისკომფორტს, წარმოიდგინეთ ეხლა ძალიან თითოეულ ან ფორმებს გააჩნიათ, ან და სიმძიმეს თითოეული დაავადების გამო. ეს ძირითადად მაინც მამაკაცის დაავადებაა თუ ქალთანაც? იცით ვერ ვიტყვით ესე ორივეს კესში თითქმის თანაბრად თითქმის. არის რომ მშობიარობის შემდგომ პერიოდში ქალბატონში ძალიან ბევრი რაღაცა იცვლება და შეიძლება პირობითად ამ ფსორიაზმა ან სებორიამმა რომელიმე კანის დაავადებამ გაიაროს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით და მით უმეტეს თუ ამას გენეტიკური წინასწარ განწყობა საფუძვლად უდევს. თანმხვედრი დაავადებები თუ არის მაპროვოცირებელი იგივე მაგალითად დერმატოლოგიური პრობლემებისა, მაგალითად იგივე შაქარი. კი ბატონო, გულსიძაბთა დაავადება, მაგალითად მე ვახსენე ახლა რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, გულსიძაბთა დაავადება, ეს თანმხლები დაავადებებია და არა მხოლოდ ფსორიაზის შემთხვევაში ფსორიაზის მართვას გულისხმობს, არამედ გულისხმობს თანმხლები დაავადებების მოკლედ სისტემატიურ მართვას. ძალიან საინტერესო, მე ვფიქრობ, რომ უნდა უფრო რაღაცა საინფორმაციო კიდევ უფრო ფართოდ ყველა უნდა გაიგოს ეს ყველაფერი და რაც თავარია. არც ერთი კანის დაავადება არ არის გადამდები. ეს არის, კი ბატონო. ასევე ადამიანებმა უნდა მიხვდნენ, რომ ცოტა უხერხულობაში არ ჩააყენონ ადამიანი, რომელიც ისედაც დაჟინებული მზერა და ვიმე რა გაქვს აქ პირობითად. ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შენი დაავადება რაღაცა შენიანი გახადო, შენვე მართო შინაგანად ესაუბრო და თუ გადის უთხარ რომ ძალიან კარგად იქნება. მაშინ მით უმეტეს მოქმედებს ნატუკა ეს რაც შენ ახლა ბრძანე, როცა იცი რომ ეს სტრესული შეიძლება იყოს და თუ კი ითრგუნები უარესად ხელს უწყობ მის ასე ვთქვათ იცხოვრე მასთან ერთად. არსებობს ესეთი განმარტებაც რომ მოკლედ სულ ვეუბნები პაციენტებს რომ ქრონიკული დაავადებების არსებობა ეს არის განაჩენი ქრონიკულმა დაავადებებმა ჩვენ არ უნდა გვმართოს. ეს უნდა იყოს პირიქით. ჩვენ უნდა ვმართოთ ქრონიკული დაავადებები. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ ჯანსუხს. მოკლედ შევაჯამოთ ქრონიკული დაავადებები ჩვენ არ გვმართავენ, ჩვენ მათ მართავთ შესაბამისად გისურვებთ სიმშვიდეს, ბედნიერად, ხვალამდე გემშვიდობით, არაჩვეულებრივი სტუმარი იყო ბატონი ჯანსუხი, დიდი მადლობა. ბედნიერად, ხვალამდე.